საეკლესიო ჯვრისწერის დოკუმენტ შესაძლოა იურიდიული ძალა მიენიჭოს. საკანონმდებლო ცვლილებებს იუსტიციის სამინისტრო ამუშავებს. საპატრიარქოში დეტალები ჯერჯერობით არ იციან, თუმცა მზად არიან კანონპროექტს მომზადების პროცესში მონაწილეობა მიიღო. სამოქალაქო სექტორიდან ინიციატივას უკვე გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგეებიც. კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო სექტორის ნაწილი დისკრიმინაციის საშიშროებაზე საუბრობს. მხარეთა პოზიციები კი ნახეთ გენო სიღმაშვილის და სერგი ბარამიძის რეპორტაჟში. ჯვრისწერას რომ იურიდიული ძალა მიენიჭოს, ეს იდეა იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, თუმცა ამ ეტაპზე მას კანონპროექტის სახე არ აქვს. თია წულუკიანის უწყების მიერ პარლამენტისთვის საგაზაფხულო სესიის გეგმების ფარგლებში გაგზავნილი დოკუმენტის განმარტებით ნაწილში წერია, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი კონკორდატით აღიარებული ჯვრისწერის სამართლებრივი გარანტიების შექმნაა. იმ წყვილებს შორის, რომლებიც რელიგიურ ქორწინებაში იმყოფებიან, სამოქალაქო უფლება-მოვალეობები არ წარმოიშობა. თანაცხოვრების დასრულების ან ერთ-ერთი მათგანის გარდაცვალების შემთხვევაში მეორეს არ წარმოეშობა არანაირი ქონებრივი უფლება. ამისათვის მნიშვნელოვანია შედგეს კონსენსუსი საპატრიარქოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ჯვრისწერას მიენიჭოს იურიდიული ძალა. ჯვრისწერის შედეგებისათვის იურიდიული ძალის მინიჭების შემთხვევაში იმ წყვილთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებიც მომავალში პრიორიტეტს საეკლესიო წესით ქორწინებას მიენიჭებენ, კანონმდებლობით იქნება დაცული. საქართველოს სახელმწიფოსა და სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება, იგივე კონკორდატი 12 მუხლისგან შედგება. 2002 წელს გაფორმებული დოკუმენტის მესამე მუხლი კი სახელმწიფოს მხრიდან ჯვრისწერის აღიარებას შეეხება. თუმცა დღემდე იქ წერია, რომ სამართლებრივ ურთიერთობებში მხოლოდ ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები გამოიყენება. საეკლესიო ჯვრისწერის დოკუმენტისთვის იურიდიული ძალის მინიჭების მომხრეა საპატრიარქო. ჩვენ რა თქმა უნდა დათვართ ვიკისროთ და ავიღოთ ვალდებულება, რასაც კონკორდატი გვავალდებულებს, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი სიფრთხილით და პასუხისგებლობით გვინდა მოვეკიდოთ ამ საკითხს და ამ საკითხებთან დაკავშირებით თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება ასეთი აქტიური ძალისხმევა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მათთან კოორდინირებულად ვიმუშაოთ და შესაბამის გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. საპატრიარქოსგან განსხვავებით, მომავალ საკანონმდებლო ინიციატივაში დადებითზე მეტად უარყოფით მხარეს ხედავს არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ახალგაზრდა იურისტები დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტებზე საუბრობენ. გიორგი გოცირიძე მიიჩნევს, რომ თუ კანონპროექტი მომზადდება, ის ყველა კონფესიაზე უნდა გავრცელდეს. თუ კი სახელმწიფო მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ განხორციელებულ ჯვრისწერას აღიარებს და იმავდროულად არ აღიარებს სხვა რელიგიური კონფესიების მიერ განხორციელებულ ქორწინების რიტუალებს, ეს იქნება კონსტიტუციის მე-14 მუხლის საწინააღმდეგოდ დისკრიმინაცია. დისკრიმინაციის საშიშროების გარდა კონსტიტუციონალისტთა ნაწილი საფრთხეს ქვეყნის კანონმდებლობასა და საეკლესიო წესების შეუსაბამობაშიც ხედავს. თამთა მიქელაძე ამბობს, რომ 16 წლამდე ასაკის ბავშვების დაქორწინება კანონმდებლობით აკრძალულია, თუმცა მსგავსი დათქმა ეკლესიას არ გააჩნია. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ჯანსაღი კანონის სახეს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სახელმწიფო გარკვეული რეგულაციების მექანიზმს დაიტოვებს. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო აქტიურად ებრძვის ადრეული ქორწინების პრობლემას და ძალიან ხშირად ეს კონკრეტული რელიგიური ინტერპრეტაციებით ან ტრადიციებით მართლდება, ასე ვთქვათ, დეცენტრალიზება ამ პროცესის და სეკულარული სამართლებრივი მოწესრიგებიდან გარეთ გატანა აი ამ პროცესის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან შეასუსტებს. ამიტომ აი ამ ნაწილშიც არის მნიშვნელოვანი ის საკითხი, თუ როგორ დაამენეჯმენტირებს რელიგიური ორგანიზაციები თუ სახელმწიფო ქორწინების ამ საკითხებს. რასახის მიიღებს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა ამ ეტაპზე გაურკვეველია. ამასთან უცნობია რელიგიური ქორწინების აღრიცხვა რა სისტემით მოხდება. თუმცა ცნობილია, რომ თია წულუკიანის უწყება პარლამენტში საეკლესიო ჯვრისტერისთვის იურიდიული ძალის მინიჭებასთან დაკავშირებით ინიციატივის წარდგენას საგაზაფხულო სესიის ფარგლებში აპირებს. მთავარ კითხვად კი რჩება ის, გავრცელდება თუ არა ეს საკანონმდებლო ინიციატივა ყველა კონფესიაზე.